სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ის ერთადერთი ბლოკს აგუშაგოს გადაკეტა, რომლის გავლითაც ახალგორიდან დევნილების საკუთარი სახლების მოსანახულებლად დადიოდნენ. რუსის სამხედროები ამბობენ, რომ ეს შეზღუდვა დროებითია. თუ საზღვარი არ გაიხსნა, ახალგორში მშილი ემუქრება, რადგან საკვები პროდუქტები იქ თბილისიდან შედის. ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ახალგორში მოხვედრა მხოლოდ ამ ბლოკს აგუშაგოს გავლით შეიძლება. ის გუშინ საღამოს დაკეტეს. იმის მიუხედავად, რომ დევნილთა ნაწილმა დე-ფაქტო რეჟიმის მიერ დაწესებული ახალი სისტემის შესაბამისად სპეციალური საშვი უკვე აიღო. ერთი კვირა რაც ავიღე საშვი. იმის მერე მე არ ყოფილი ვარ. არაბარო წავსულიყავი ერთი. დღეს მინდოდა წავსულა, მაგრამ მანქანები არ დადიან. სახლი მაგ იქა კარი მაგ და მისვლა ხომ მინდა გავაყარები ნახო რამე რომ საბუთები ჩავაბარეთ, იცვლებაო, ფორმაო, ცხრა ძალას კარგავს 1 მაისიდან, რაღაც სპეციალური საშვები არისო და ისე უნდა შემოიღონო. საბუთები ჩავაბარე, მაგრამ დაბიტოვეს ფორმა 9. მოგთხოვეს პირადობის მოწვევის თარგმანი რუსულად, დაბადების მეტრიკა, ისის თარგმანი, 2 ფოტოსურათი და ცნობა საკრებულოდან, რომ შერეგისტრირებული ხარ იქა, რომ იქ ცხოვრობდე სახლი გაკ და კარი გაკ. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ საგუშაგოს ჩაკეტვის მიზეზად რუსებმა 1 მაისის დღესასწაული დაასახელეს. ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, ახალგორის მაღაზიების სურსათით თბილისიდან მარაგდება. მისივე თქმით, თუ შეზღუდვა დიდხანს გაგრძელდა ახალგორში, სურსათის დეფიციტი შეიქმნება. მოსახლეობა გააფრთხილა რუსულმა სასაზღვრო ძალების წარმომადგენლება, რომ 1 მაისიდან შევა ძალაში ეგრეთ წოდებული პროპუსკები. იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ დანარჩენი მოსახლეობაც მიიღებდა ესარგებლად მოსახლეობას ინფორმაციებით, მაგრამ რატომღაც აი ესე მოულოდნელად ჩაიკეტა საზღვარი. სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აცხადებს, რომ ამ ტიპის შეზღუდვები პერიოდულად მოქმედებს. პატა ზაქარიაშვილის განმარტებით ქართული მხარე სიტუაციას აკონტროლებს. ეს რეგულარულად ხდება ასე, პირველად არ ხდება. გარკვეული წელიწადში 2-3-ჯერ სხვა მიზეზების გამო ოკუპაციური რეჟიმი ახდენს მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვას. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას, ვიცით კარგად ხდება, ვიცით რომ ორშაბათამდე ეს შეზღუდვა იქნება მკაცრი. ახალი საშვების გასაცემად მონაცემების მიღება დე-ფაქტო ხელისუფლებამ 1 აპრილიდან დაიწყო. განაცხადი საშვის მისაღებად 5000-მდე ახალგორელმა შეიტანა. თუმცა ჯერ მხოლოდ 500 ახალი საშვი გაიცა. ფორმა 9 კი, რომლითაც მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა. ქართული მხარე ვარაუდობს, რომ ახალგორში მოსახლეობისათვის დაწესებული შეზღუდვები ორშაბათამდე მოიხსნება.